გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდით ეთერში სანამ ჩემს სტუმართან გადავიდოდე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დაგულე სპორტი 5000 გამომწერზე ჩვენ გვექნება გათამაშება და გავათამაშებთ PlayStation-ს ასე რომ ერთით მეტი мотиваცია გაქვთ რომ ჩვენი გამომწერი გახდეთ აუცილებლად დააკომენტარეთ ჩვენი ვიდეოები მოიწონეთ გააზიარეთ თქვენი უკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიტყვი ჩვენი სპონსორების შესახებ რონიქსი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რომელიც მორგებულია ნებისმიერ ფაზე ნებისმიერ მოთხოვნაზე ნებისმიერ ბიუჯეტზე და ახალი მეგობარი შედარებით ახალი მეგობარი ჯაკა სპორტი რომელიც აწარმოებს სპორტულ სახუავებს და სხვა სპორტულ ინვენტარებს მოკლედ ძალიან მრავალფეროვანია ამ კომპანიის პროდუქტი რაც შეეხება ჩემს სტუმარს ადამიანი რომლის თამაში ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრისთვის იყო დაუვიწყარი და არის დაუვიწყარი ბევრი გოლი რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის იყო გადამწყვეტი და შედეგის მომტანი ნუ გოლების სილამაზეზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მეგობრებო, ჩემი სტუმარია თორნიკე ოქრიაშვილი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ. მე უფრო მიხარია, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელი ქართველი ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ ვთვლი რომ დასაჭერი ხარ. იმისთვის რომ ესეთი ახალგაზრდა ხარ, ესეთ ფორმაში ხარ და ქართულ გულშემატკივარს არ აქვს გადასარევად გამოიყურებ. მადლობა. როგორც ყოველთვის. და ქართულ გულშემატკივარს არ აქვს შენი ხილვის საშუალება. იქნება თუ არა შენი დაბრუნება დიდ ფეხბურთში. აუ მაგის გამო ძალიან გულემტკივა ხოლმე მეც. არ ხარ პირველი, ვინც აი მართლა მაგას აი ესე რომ დავდეხა სანამ შენამდე მოვიდოდი ორი ადამიანი შემხვდა აი ზემოთ პარკინგს რო ვაკეთებდი და ეგეთი რაღაცა მითხრეთ ზუსტად რა ოქრიან დააბრუნდი ანუ რაღაცა ქენია და უეჭველი დაუბრუნდები ეს უკვე 100% გადავწყვიტე საქართველოში დაუბრუნდები თუ უცხოეთში ნუ მაგას დრო გვაჩვენებს და მაგრამ ერთი დარწმუნებით ვიცი რომ კიდე რამოდენიმე წელი ვითამაშებ და სიამოვნებას მივიღებ. იმიტომ რომ ძალიან მომენატრა ფეხბურთი მართლა. ჩემი ფეხბურთი, საერთოდ ფეხბურთიც მომენატრა, მაგრამ ჩემი ფეხბურთი მომენატრა ძალიან. მე დავდიოდი შენს საყურებლად საგანგებოდ გაგრას თამაშებზე, როცა შენ გაგრაში იყავი. ძალიან კაი. თუ საქართველოში გადაწყვეტ შენი კარიერის განახლებას და გაგრძელებას მე ვფიქრობ რომ ეს ამ ჩემპიონატისთვისაც ძალიან კარგია და ქართველი გულშემატკივრისთვისაც რომელსაც რა არ ვიცი ოქრიაშვილის ხათრით მაინც მოვა ტრიბუნაზე და დაუბრუნდება ტრიბუნაზე მართლა ძალიან მინდა დაბრუნება არის რამე კონკრეტიკა კონკრეტიკა ესე არ არის, ეხლა ველოდები რაღაც რამოდენიმე შემოთავაზება იყო და ეხლა მიდის უბრალოდ ლაპარაკი ამ გუნდებთან თუ გამომივა, რა თქმა უნდა, წავალ საქართველოდან, იმიტომ რომ პატარა აღარ ვარ და რამოდენიმე წელი ვითამაშებ საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ისეთი ქვეყნები არის, ევროპა არ არის, აზია, ამერიკა, უფრო იქით რა, ფული სადაცაა. ხო და თუ არ გამოვიდა რა თქმა უნდა საქართველოში დიდი სიამოვნებით მივალ რომელიღაც გუნდში ვისაც ჩემი დამატება და სურვილი ექნებათ დამირეკეთ ეს ხუმრობა ნუ სულ ხუმრობ რა გავაკეთ არ შემიძლია გადასარევია რომ ხუმრობ სხვათა შორის მე ჩემი შეფასების კრიტერიუმები მაქვს მათ შორის საფეხბურთო საკითხებშიც და ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი ფეხბურთელი, ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, სპორტსმენი, მაგრამ თუ კარგი ადამიანი არ არის, ის დიდი ვერასდროს ვერ გახდება. შენ გაქვს ტალანტი
ანუ განუსაზღვრელი ჩემი აზრით და აი ეს სილამაზე, რასაც შენ მოედანზე აკეთებ და ამას პლუს ხარ ძალიან დადებითი ადამიანი, ძალიან ესეთი თავმდაბალი პიროვნება და აი ამ ხალხის სიყვარული სწორედ აი ამ თვისებებით არის განპირობებული. იმიტომ რომ შენი კარიერა მიუხედავად შენი შესაძლებლობებისა არ არის ისეთი როგორ თქვა ისეთი წარმატებული სტატისტიკურად რა, მაგრამ რაც გაქვს გაკეთებული, ის ყველა ძალიან დასამახსოვრებელია რა, ის გოლებიც, ის თამაშებიც. საერთოდ მაინტერესებს ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ შენ რაღაც მომენტში ვერ მოხვდი სწორ გუნდში. არ ვიცოდი, ანუ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი ჩემი ცხოვრების მანძილზე. რადგან ინფორმაციაც არ მქონდა. ეს კარგი და ცუდი ვიცოდი რა იყო, მაგრამ რატო იყო ცუდი და რატო იყო კარგი, ეგ არ ვიცოდი. აი ძალიან მოკლედ ვიცოდი, ეს კარგია, ეს ცუდია. აი ეს კარგია, ეს ცუდია. მოკლედ რომ თქვა, უკეთესად უნდა წამეყვანა ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას რა ვეღარ შევცვლი. არაფერზე არ ვცნანობ რა თან, აი ხო არის რომ აი ის რატო ვერ გავაკეთე, აი ძალიან ბევრის გაკეთება შემეძლო. და იმასთან შედარებით რის გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე ძალიან ცოტა. აი ალბათ 10% შეიძლება არც მაქსიმუმ, ხო. და აი როგორ გიყვარვართ ხო მაინც? ძალიან. ხო და აი ხო რა, ანუ და ცოტა მე რო დავბადებულიყავი, უფრო ანუ კასეტებზე და რაღაცეებზე უყურებდი ფეხბურთს, აი MTV-ზე უყურებდი მარტო ფეხბურთს რა. და დღეს NTV-ზე თუ ხო რაც იყო აღარ მახსოვს, წარმოვიდგინე როდინდელი ვარ. და აი მართლა ეს ინფორმაცია იყო ძალიან ცოტა და პლუს ამას საქართველოდან აი ეს აჟიოტაჟი რაც მოყვა ჩემ თავს რაღაცებს ვერ გავუძელი რა, ანუ ძალიან ყველაფერი ერთდროულად დამეცა. ეს პოპულარობაც, ეს ფულიც, უკრაინაც, თვითონ ეს ქვეყანაც ბევრი ცდუნებები იყო. ძალიან ბევრი ცდუნებები, ანუ აი საიდან სად მოხვდი არ ვიცოდი საერთოდ. მართლა გეუბნები, აი ზღაპარში მოხვდი მეგონა. ხანდახან თოკო სად ვართ მეთქე ეს. ანუ არ აღმოჩნდი ამ ყველაფრისთვის მზად. არ ვიყავი მზად, დიახ, მაგაში 100% გეთანხმებით. მაგრამ ამ ყველაფერს არასდროს არ ვაბრალებ. აი არასდროს არაფერს არ დამებრალებია არც. სიტყვაზე ჩემი მშობლებისთვის რაც იცოდნენ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი მომცეს. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, მაგრამ აი ხო არის რაღაც დონემდე, რომ აი იმის მეტი იქ არ იცოდნენ რა, რაღაც არც შემა მეგობრებმა, არც შემა რავია, ნათესავებმა მით უმეტეს. რაღაც დონემდე რაღაც ვიცოდი და ამის იქით რა ხდებოდა არ ვიცი, ვიკინგები ვიყავით, ხო იცი? რაგნარმა რო აღმოაჩინა თურმე, რომ გაცურა და ვა ინგლისია, ეგრე ვიყავით რა და ძალიან ვამაყობ ჩემი თავით იმითაც რომ თუნდაც ძალიან რთული პერიოდები გავიარე და მაინც ძალიან დიდი შედეგი დავდე ჩემი აზრით ფეხბურთში ძალიან ბევრი წელი თან რაღაც 1 და 2 წელი არ მითამაშია 18 წლიდან 31 წლამდე რაღაც დონე მეჭირა და ვამაყობ ჩემი თავით არაფერი სანანებელი არ მაქვს იმის და მიუხედავად რომ ბევრად მეტი უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ნუ არა უშავს. აი რეჟიმის ხშირი დარღვევა, რასაც შენ თვითონ ადასტურებ. ეს ბავშვობიდან მოყვებოდა აი ეს თვისება? სხვადასხვა ოქრი, მე ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, მაგრამ ყოველთვის ანუ აი ხო ხვდები, ანუ ძალიან ხუთო სანატიპები არ მევასებოდნენ არასდროს რა. სულ არ ღვევდი რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. აი ყურე ბავშვობიდან მქონდა აი ეს არა. ხო, იცი რატო მქონდა ეგ თვისება, რომ შენ იცოდი, რომც დაგერღვია, მაინც ყველაზე გამორჩეული და მაგარი იქნებოდი. შენ გასაკეთებელს გავაკეთებდი. ხო, იმაზე მაგრად ვიდრე ვინც სიტყვაზე, ხო და აი ზუსტად ეგ ფიქრები მქონდა ხოლმე მეც, რომ ვარღვევდი რეჟიმს არ ვიცავდი, მაგრამ მეორე დღეს ანუ მე ვარჯიშს ისე ვარჯიშობ, როგორ ვთამაშებ. ანუ შენ ჩემ ვარჯიშს ვერ ნახავ სიტყვაზე, ანუ აი რასაც ვთამაშობ, ხო გაქვს ჩემი თამაში ნანახი. ხო, ვარჯიში გაქვს ნანახი? ვარჯიში არ. აი ზუსტად ეგრე ვარჯიშობ, როგორ ვთამაშებ.
1%-ით ნაკლებია, ისევ დავრბივარ. აი ერთ-ერთში უბრალოდ აი ვარჯიშის მერე იყო ხოლმე. თან აი უკრაინაში წერილ სწორად თქვი რა, არასწორ ადგილას მოვხვდი რა. იქ ეს უკრაინელი ფეხბურთელებიც არ იყვნენ პროფესიონალები და ნუ მე 18 წლამდე 19 წლამდე ნუ რა ვიცი ძალიან პროფესიონალი ბჭყალებში მეგონა ვიყავი, მაგრამ იქ რო ჩავედი, რა თქმა უნდა, ისეთ სიტუაციაც დამხვდა თან მე გუნდში, აი ხა მოგიყვებით. არც არ მომიყოლია ეს. ანუ იქ რო ჩავედი გუნდში, ეს მილიონად გავიყიდე. პრეზიდენტმა მიმიყვანა გუნდში, ვიცე-პრეზიდენტმა, ნუ ტრენერთან არ გაიარეს ეგ ის დუბლების ტრენერთან, რა თქმა უნდა, პირველ გუნდში ვარჯიშობდი ხოლმე, მე ანუ დუბლებში თამაშობდი. და ხელფასი მქონდა საკმაოდ დიდი ამ ჩემ გუნდელებთან შედარებით. და ერთი თვე საერთოდ არც მელაპარაკებდნენ გუნდელები, ანუ ჩავედი, წარმოვიდგინე და ერთი თვე როგორ მეიაზვებიან ეს გუნდელები, პასს არ მაძლევენ, არ მელაპარაკებიან, ის რაღაცეებს რო ჭორაობენ, ხო იცი შენზე. სამზარეულოში ბაზაზე ვცხოვრობდი, სამზარეულოში შევდიოდი, რო ვжდებოდი, გვერიქეთ ვжდებოდნენ. აი წარმოვიდგინე რა და ახალი ჩასული ვარ, რუსულის არ ვიცი, აი რეები ვიცი, იცი, აი რავი. 10 სიტყვა რო ვიცი. ეს კონკურენციის მომენტი იყო თუ მიუღებლობა ჩემი რომ თან გაიგეს რომ დიდი ხელფასი მაქვს, ესე უცბად გავიჩნდე გუნდში და ხო ანუ წარმოიდგინე რა, ანუ თბილისში თამაშობ გუნდში ეგეთი სიტუაცია საერთოდ თუ არსებობს არც ვიცი რა და უცბად ჩავდივარ და 20-თან ეხა 1 და 2-ს წავაყრედი მაინც და 20 რო შენს წინააღმდეგ არის რა და მეთქი ნუ რა ხდება რა მე ერთად გვეძინა რა მე და ერთი უკრაინელი ფეხბურთელი იყო და ის ძალიან ხშირად მახსენებდა რომ აი ეს შენ რა პონჩი გაქვს ამ ხელფასს და მეთქი ნუ ფეხბურთელი ვარ მეთქი მე დავიჯინე ერთი მე რამოდენიმე თამაში რომ მაგრად ვითამაშე მე უკვე აი შემომიგობრდნენ მე დამიმეგობრდნენ და ყველას აუხსენე სიტუაცია მეთქი ანუ ფულის გამო რო თამაშობთ მეთქი ფეხბურთს ანუ თქვენთვის ახალი არის მეთქი რამე ანუ საქართველოს ჩემი სახლი დავტოვე მეთქი რომ განვითარდე ფული ვიშოვო და აქ ჩამოვედი მეთქი დედა ჩემი დავტოვე მამა ჩემი დავტოვე ჩემი ძმა ჩემი შეყვარებული და მარტო წამოვედი მეთქი თქვენ რო 2 მეტრში გიწევთ მეთქი აქ მაგარი გუნდები რო გაქვთ მეთქი ეგრე საქართველოში ხო არ არის ანუ აი მთელი ის დაუდე რომ მეთქი ეგრე არ შეიძლება მეგობრებო რა ანუ არ მოსულა და რავი აი მაგის მერე რა თქმა უნდა მალე დაალაგეს ანუ აი ერთი თვე გეოვნებით ალბათ ძალიან ბევრი ვერ გაუძლებ და ეხა ძალიან იუმორში ვყვევი ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მაგას ვერ გაუძლებ და ძალიან ბევრი ან გატყდებოდა ან რავი აი ძალიან ბევრი ჩხუბები აი ყოველ დღე გეოვნები მე დღე არ იყო გასული რომ ან გასახდელში არ გვეხიპიშა ან გვეჩხუბა ან ვარჯიშზე პას როგორ არ მაძლევდნენ წარმოიდგინე თან ეს მწვრთნელიც იმატკენ იყო რა და თან ანუ სახელიც რო სახელი არის ანუ ისე მომმართავდნენ რომ ანუ ყველაფერში რო შენს წინააღმდეგ იყვნენ მაგრამ ანუ არაფერი არ დაუთმე საერთოდ რა და ჟორიკა სად იყო ამ დროს ჟორიკა ამბარცუმა რავი სოჩაში იქნებოდა შენთან კი ჟორიკა მერე ცხოვრობდა ჩემთან მაგ სიტუაციები შახტარის კი ამბარცუმას კი ჩემთან იყო 1-2 თვე ცხოვრობდა ალბათ ჩემთან რა შეეხება შენს ვარჯიშს ხოთ შორის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა თემურ ქეცფაიამ რომ აი არ მახსოვსო რომ აი იოტის ოდენა დაეკლო ვარჯიშზე თორნიკე უქრიაშვილსო რა ვერ ვიხსენებო და როცა ისეთი სიმკაცრის და სამართლიანობის მქონე მწვრთნელი როგორც თემურ ქეცფაია ამას ამბობს ეჭვი შეტანა ამ ამბავში არ შეიძლება აი ერთი ბიჭი არის ფეხბურთელი არის არ ვიტყვი სახელს როგორც 21 წლამდეში მოგვიწია ერთად და მე უკვე ეროვნულში თამაშობდი და 21 წლამდე ვემატებოდი უკვე ძალიან ვარსკვლავი ვიყავი საქართველოში რა და პირველად დავემბარესო რომ გავიგეო რომ შენც 21 წლამდეში იქნებოდი აი ძალიან მეგონაო რომ ეხა რა ბრექი იქნებაო ესო ალბათ ეხა მივალ ვარჯიშზე ეს არც ირბენსო თან მეკარე არის სუმა დამიყვირებსო სუმაგას მივც
და ვარჯიშზე რომ დავინახე, როგორ დარბოდია, მე მეუნება რა. როგორ დარბოდია და აი რავი, მაგის მერეო ათმაგად გამეზარდაო შენს მიმართო ეს პატივისცემა და ეს. ხო რა, ანუ აიცი რა არის, აი ძალიან მიყვარს ფეხბურთი რა მართლა. და ნუ ეს რაღაც ჩემი ეს ცოტა ქაჯური დარღვევებიც უკრაინაში ძალიან გაიზარდა რა ამით რა. თან თემა ისაა რომ ხელს არ მიშლიდა მართლა რა. აი ეხლაც რამდენი ხანი არ მივარჯიში ალბათ 1-3 თვეა ჩვეულებრივად აი ტესტებს ჩავაბარებ როგორ იცი ან იო ტესტს ვირბენ აი ჩვეულებრივად რა 25-ზე გამოვა აი ეს სირბილები თან უკრაინაში გავიარე ეს სკოლა ანუ უკრაინაში ისეთ სირბილები ვირბინე რომ აი იმ წინა ინტერვიუზე ვთქვი ცხვირიდან სისხლი და მაპატი ღებინება იყო აი ჩვეულებრივი თემა რა ეგ თუ მაგას თუ არ გააკეთებდი თუ ცხვირიდან სისხლი თუ არ წამოგივიდოდა ესე იგი ცუდად ირბინე რა იქ საერთოდ სხვა სკოლა გავიარე ამაგანაც ხო რაღაც იმოქმედა ჩემზე ხო და ეს ეხა საერთოდ ამოვარდნილი ხარ თუ მინის რაღაცებს თამაშობ კი ხო მაგრამ აი ეს აქტიურად არა რა აი კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ რა და ხო და ეხა ფეხბურთში დაბრუნება რომ მინდა ეხა რაღაცებს ველოდები რა და აი ამ რაღაცებს რომ ველოდები რომ როგორც კი გავიგებ რომ დაალაგდა რაღაც ამოდენიმე კვირა ხო მომეცემა რომ მოვემზადო და ერთიანად ძალიან კარგი იქნება აი ძალიან ველოდები აი ზუსტად აი ჩემი პრობლემაც ეგაა რომ ვიცი რომ აი როგორც წეგან გითხარი რა რომ დავარღვევ აი ვიცი რომ მაინც მაგარი ვიქნები ხო აი ხა ვიცი რომ 2 კვირაში ჩვეულებრივ ფორმაში გავიშიტები და აი მაგიტო ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ თან 34 წლის ვარ პატარა ხო აღარ ვარ მე მგონია რომ დიდი არ ახარ ჯერ მადლობა ისეთი დიდი რომ ფეხბურთი ვერ ითამაშო 2-3 სეზონი easy აი გოლის გატანის კულტურა თუ ესთეტიკა რომ აი უფრო ხო ალბათ უფრო ესთეტიკა რომელთაც ძალიან გამორჩეული ხარ შენ და რის გამოც მე ფეხბურთი მიყვარს და რის გამოც მე შენ მიყვარხარ ანუ ხო არის თანამედროვე ფეხბურთში კარგი ფეხბურთელები რომლებიც კარგ სტატისტიკას დებენ მაგალითად ჰალანდი ჩემთვის ვერასოდეს ვერ იქნება ჰალანდი ფეხბურთელი ანუ რის ახსნას მე ხვდები ხო მარტივად ეჭიც არ მეყარება ხო აი ის არა აქვს რასაც მე ვაფასებ სპორტის ამ სახეობაში ანუ ჰალანდის გამო ფეხბურთს ყურებას არ დაიწყო შანსი არ არსებობს რა აი ჰალანდი თამაშობს ანუ ჩემთვის აი იმ დეტალებს ანუ გოლი როგორ გაგაქვს ბურთი როგორ მიგაქვს ბურთს როგორ იღებ ბურთს როგორ გასცემ ამას ჩემთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა რა და არა გატანილ გოლს მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ესთეტიკა საიდან მოვიდა დრო მოიტანა თუ ეს უბრალოდ დაგებერტყა დამებერტყა და ასე არის ეგამბავი დამებერტყა აი ხო აი ბევრ გოლზე ხო არა გვაქვს საუბარი შენს მიერ გატანილი ანუ არ არის ეს ისეთი რაოდენობა რა მაგრამ ყველაზე აი პენალტია ისიც დასამახსოვრებელია რა ზენიტთან გატანილი გოლი ჩემთვის ალბათ მაკრატელებში საუკეთესო არის აი ან რა დისტანციიდან ურტყავ ან აი მაგას ხო რა ძალიან დიდი გეტყვით თუ გინდა აი საერთოდ რა როგორ და რანაირად და ჩემ ბავშვებსაც მაგას ვასწავლი და საერთოდ ყველას მაგას ვეუბნები რომ ფეხბურთელი აი პირველი აზრი აი ფეხბურთი ხო ანუ აი ხო გითამაშია აი პირველი აზრი რაც მოგდის ეგ არის რაც შენ არის მე რა აზრი მომდის ეგ პირველი აზრი არავინ არის საერთოდ და მე პაუზას რო ვაკეთებ უკვე ფიქრი მომდის რომ ეგ 2 წამის ამბავი არის იქ არ არის 1 წუთი არ გადის მან აი 2 წამში წდება შენ თავში ეხა მაკრატელა დავარტყა თუ ჩამოვიღო მივიღო და ეგ 1 წამის თემა არის და ის პირველი ფანტაზია რაც მოდის აი ეგ ფანტასტიკა არის ფეხბურთი ჩემი აზრით და მაგიტო არის თუნდაც აი ეს გამორჩეული ფეხბურთელები აი როგორ ურტყავენ ხო ესეც აი ზუსტად ესეთი ფანტაზია რაც გამოგდის ადამიანს მაგრამ იმდენი დაბრკოლებაა შენ თავში ეხა არ გავაფუჭო ეს რო გავაფუჭო მე
და აი ეგ დაბრკოლებები უნდა გადალახო რა და მე სულ გადალახული მქონდა სულ მეუბნება და უხრე ნერვი არ გაქვს აი თუნდაც ქეძბა რამდენს იმას აი როგორ ყვირის ატუ არ ბრაზდები აი ანუ აი თამაშის დროს იმდენად გათიშული ვარო სხვა სამყა მოწყვეტილი ვარ ყველაფერს და მარტო ანუ შენ ტვინში ამ დროს არის სრული თავისუფლება რა და არის ანუ ინტუიციის ამბავია რა კარ ნახობს ინტუიცია რომ უნდა დაარტყა 100% ინტუიცია არის მანდ ოღონდ აი ეს ინტუიცია აი ფეხბურთი აი რის გამოც დავიწყეთ ფეხბურთის თამაში მე ფეხბურთის თამაში იმიტომ ხარ დავიწყე რომ პატკატი გამეკეთებინა უბანში რომ ჩავსულიყავი და დღეს ეხა ნახე რა მაგარ პატკატს გავაკეთე უბანში ჩავდიდი და ფიქრობდი რომ აი ეხა დღეს ეხა ან ცხრიანში გავიტან ან მაკრატელას დავარტყავ ან 10 თნოს მოვიგებ ან მარტო მაგეებზე ხო ფიქრობ და აი თამაშზე რომ გავდივარ ზუსტად დღემდე ეგრევე ვფიქრობ რომ მარტო სიამოვნება უნდა მივიღო თამაშისგან მე თუ ვიწვალე იქ და პასი ბურთი არ მოვითხოვე და ზურგი კაცის უკან დავდექი და აი ხო ხდები აი ეგეთ ფეხბურთელებს ვაფშე ცუდად ხდები აი რატო თამაშობ საერთოდ ფეხბურთს რა ანუ არ ვეუბნები ხოლმე რა თქმა უნდა მაგრამ ფიქრობ ხოლმე რომ აი რატო აი შენ თუ დღეს თამაშზე ბურთი არ მოითხოვე იმიტომ რომ შენ ფიქრები გაქვს რომ მე ამ ბურთით შეიძლება გავაფუჭო მომენტი ნუ და გააფუჭო იცი ამდენი მაგ გაფუჭებული მაგრამ ერთი ისეთი უნდა გააკეთე რომ ის 10 გაფუჭებული უნდა დაავიწყო ეგრევე მოსულ ადამიანს თუნდაც მწვრთნელს რა ხო და აი მაგას ვეუბნები ჩემს შვილს რომ აი ეს კომპლექსი უნდა ამოიგდო საერთოდ აი ეგრე 10-დან 10 უნდა დაკარგო და მე-11-ს უნდა ცადო ოღონდ ის ფანტაზია უნდა ცადო რაღაც დარობოტებული არა რა რომ აი ხა 5 ჯერ თუ არ გადავატარე ვერ მოვატყუებ არა აი რაც მოდის უცბად აი პირველი ფანტაზია რაც მოდის ეგ უნდა გააკეთო ყოველთვის და ოდესმე მწვრთნელი თუ იქნები ჩემ ფეხბურთელებს არასდროს მაგას არა უგზალა აი პირიქით ეს ფანტასტიკა არის განიხილავ რომ შეიძლება ოდესმე მწვრთნელი იყო აუ ჯერ არა მაგრამ დაგიჯდა ეგ გონი აი ხა ჩემ ბავშვებს რო ვავარჯიშებ ისეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ აი ისეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ რომ ვერ წარმოგიდგენია უბრალოდ რა აი და იქ სხვა ბავშვებიც ხო იჩთებიან ხოლმე რა და აი უკვე სხვა ბავშვებიც რომ ემატებიან უკვე რა შვიდს რო ავარჯიშებ ხოლმე აი უბანში რა ძირითადად ჩვენ სად დადიან რომ სკოლაში დადიან ლოკომოტივი ერთი რამდენად ვიცი მეკარეა კი ერთი რა საიდან მოიტანა შენმა შვილმა ხო მეც მაგას ვიძახი ჩემი შვილი და მეკარე სისხლს უშრობდი მეკარეებს და ხო აი ვარჯიში ის აი ყველგან გოლს აღნიშნავ როგორც ის თამაშზე როგორც აღნიშნავ ხო იცი ვარჯიშიც ეგრე აღნიშნავ ხოლმე მივდივარ უყვირი ხოლმე ანუ ნიჭიერი არის უბრალოდ ზარმაცი იყო ოღონდ არ მარბენინო ამათმა და კარებში ჩადგა და მე მეკარე გამოსავალი ხო შვენიერი მეორე რა პოზიციაზე თამაშობ ჩემ ადგილას მარცხენა ფლანგზე ჩემნაირი არის თითქმის გამოსდის კარგად ფეხბურთი სწრაფი არის არა ჩემნაირი არ არის მე უფრო ბევრად მაგარი ვიყავ ფანტაზისტა თუ არის კი თავისუფლება აქვს მართლა აი ეს თავისუფლება რო არ ქონდეს ალბათ ვარჯიშებზეც არ ვივლედი აი ოღონდ მართლა გეუბნები იყო პერიოდი როცა ვარჯიშებზე არ დავდიოდი რაღაც 100 კინკილი და რაღაცებს რო აკეთებდა ხო იცი უცბად შეიძლება სხვაგან გაფრენელი იყო და მე აქედან მიდი მაკრატელა მე ჩემებურად ვუყურებ რა ფეხბურთს და თავიდან ძალიან ვაწვებოდი მე ძალიან ცოტა გაუბრაზდი ვარჯიშებზე არ დავდიოდი მეთქი აი ვარჯიშის დროს შეიძლება უცბად პეპლებს ითვლი და ხო ეს ბავშვია რა და მე უცბად ყველაფერს ერთდროულად ვთხოვდი და ეხლა რაღაც სიამოვნებას ვიღებ უკვე და ასწავლებს ძალიან ხო თან ტიპაჟი არის რა ის ნახე ყავს აუ იმენა ტიპაჟი არის აი ფეხბურთი უნდა ითამაშოს აი სხვა არ მომღერალი უნდა გაიჩიტოს ანუ ასკოვრი გარეგნობა ხო ძალიან რა აი ძალიან ფათაშორის ეგ ძალიან დიდი პლუსია რა 21 საუკუნეში განსაკუთრებით იმიტომ რომ ვინისიუსა თუ არა ფეხბურთი უკვე ისე იფუთება ყველაფრით მათ შორის გარეგნობით ყველაფერში აგიმართლა მეთქი აი სიმპათიური ფეხბურთელი ძალიან განსხვავდება არასიმპათიური ფეხბურთელი ანუ ძალიან რა მაინც სხვა სიყვარული მოდის ხო ეს მაინც ადამიანები ვართ ვითომ კარგები ვართ მაგრამ
აი ეს გავს და რა. იცი რა მინდა გკითხო. აი მატჩი მინდა გაიხსენო. დაახლოებით ხვდები ხა რა თამაშიც უნდა იყოს ეს, მაგრამ აი რომელიც აი ყველაზე დიდი кайფი იყო და აი შენ თქვი რომ აი ამ დღისთვის ღირდა ჩემი არჩევანი. რომელი იყო ესეთი თამაში? რომელი არ იყო ეგრევე გეტყვი თუ გინდა. ეგ სადაც ვიცით. არა, არც ღმერთი არ იყო, ეგ იყო მაკედონია. ვაფშე აღარც ღმერთი და ხო მაკედონია იყო. მაკედონია, ხო. კიდე რომელი იყო? მეტი? არა, აღარც ღმერთი, ეგ სხვა. აღარც ღმერთი ეგ პოლონეთი. პოლონეთი იყო, მგონი, ხო. კეცფოს ბოლო თამაში იყო ნაკრებში მე. ბოლო თამაში იყო, ხო. ესა აი ძალიან ხო ბევრს ვიცინოდი ახლა მაგ კომენტარს და ბევრმა იხალისა ძალიან აი ძალიან კარგი კომენტარია აიკონი კომენტარია რა ხო რა მაგრამ აი არის კი ეგეთი მომენტები რომ აღარც მსაჯია აღარც ღმერთია რამდენჯერ იმ მომენტში ძალიან ცუდად ვიყავი რა გადავდი ხო ანუ იმ მომენტში ვიყავი შოქში ვიყავი თორე ხა აღარც ღმერთს რა მათქმევინებდა ხო პოზ დავფიქრდი ხა აი მართლა ცუდად ვიყავი რაღაც ის აღარაფერი გამოგვდიოდა ანუ აი შოქში ვიყავი მეთქი რა ხდება მამა ძალიან კარგი აი კომენტარი ეგეთი უნდა იყოს რა რომელიც საუკუნეებს გაუძლებს გულიდან იყო რა აი მართლა ხო არის რა აი ანუ აი ეხა ინტერვიუზე რომ მოვდივარ აი არაფერზე არ ვფიქრობ აქაც აი რაც ავარ ესაა რა ანუ აი ეხლა იმას იმის ვიტყვი ეს დაყენებული დავარცხნილი რაღაცა შეფუთული ინტერვიუ არავის ჭირდება რა ყველაზე დასაფასებელი არის ადამიანის გულწრფელობა შესაძლოა ამ გულწრფელობაში ბევრი არასწორი რამე თქვა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულწრფელობა არის. მოჭრი რა, კარგად. მოჭრი. იმ მატჩს მინდა დაუბრუნდე. ხო, ანუ ჩემი აი გამორჩეული და ყველაზე დიდი სიამოვნება თამაშის მე რაც მივიღე, თამაშამდე მივიღებდი და თუ არ მივიღებდი, ხო არ ვიცოდი. საფრანგეთი გახსოვთ აი 0-0 რა ვითამაშეთ ანგასაც რო გავარტყი მახსოვს ესპანეთს ველოდებოდი მაგრამ ეს თამაში სიამოვნება ვერ მივიღე 14 კილომეტრები ვირბინე და ბურჩევეხე ალბათ რა 15 ჯერ და სიამოვნება ნუ მოგებით მივიღე და საფრანგეთთან აი ძალიან კაი თამაში მქონდა ძალიან მაგარ რაღაცა ერთ 5 ჯერ გავდირკი ალბათ ნამდვილად აქტივშია ეგ თამაში შენს კარიერაში. ხო და აი მაგ თამაშზე მივიღე აი სიამოვნება თან ბენზემა, რიბერი, ევრა. ეგეთ ფეხბურთელებთან უფრო მიადვილდებოდა თან ფეხბურთის თამაში. ხო არიან რომ აი პირიქით ცუდ გუნდთან უფრო კარგად უნდა ითამაშო, ხო? კარგმა ფეხბურთელმა. მე პირიქით კარგ გუნდთან უფრო კარგად თამაშობდი ვიდრე აი ცუდ ფეხბურთელებთან რა. მაგრამ ესპანეთს თავისი ესენი აქვს, აი ძალიან გაუჭირდება მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტალანტია დღეს საქართველოს ნაკრებში და ალბათ მომავალშიც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვეზრდება და შესაბამისად ტრანსფორმირდებიან ეროვნულ გუნდში, მაგრამ ძალიან რთული იქნება ესპანეთთან გამარჯვების მომტანი გოლის გვაქვს მოგებული ეს ესპანეთთან ჩვენი გოლეს არა ხო? ერთადერთი მოგება იყო. იცოდი ხო იცი. ძალიან კარგი იყო ერთ-ერთ ინტერვიუში ეს კვარაცხელიას გამომუშავებული პენალტიო როგი. ხო, მიმტკიცებდნენ ჩემ. ნახევარფინალი იყო. მე ავიკიდე, მე გავიტანე და შენ არა. არა, ძმაო. ხო, მე მოდი მაზიანი მინდოდა მე თქვა რა, ამის რა ვიცი, სახლზე მინდოდა დაინძლავო. სახლიდან რო გამოვაგდე. მე ავიკიდე ეგ პენალტი, მე ვესწრებოდი მაგ თამაშს შორის. მე ვესწრებოდი, უმაყურებელ თამაშს. COVID იყო მაშინაც კი ბატონო. მაგრამ მაშინ მე ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი. და შესაბამისად მაგასაც ვესწრებოდი და მაკედონიასაც ვესწრებოდი და რახან მაგ პლეიოფების თემას მიუახლოვდით.
იყო თუ არა ყველაზე დიდი და მთავარი შეცდომა უმაყურებლო ტრიბუნა მაშინ, როდესაც UEFA-ს დაშვებული ქონდა ოფიციალურად 30% გულშემატკივრების დასწრება. არ ვიცი შეცვლიდა თუ არა რამეს გულშემატკივარი შედეგში. უბრალოდ თქვენ იქნებოდით როგორ შეიძლება არ იცოდე? რატო არის მე-12 ფეხბურთელი გულშემატკივარი? всё, რას ქვია არ შეცვლიდა? სახლში როცა თამაშობ, პლეუსი არის ის, რომ შენი გულშემატკივარი გამხნევებს და როცა იღლები ძალას გაძლევს, ხო? რატო არის ეს ყვირილი? დაღლას ვერ გზნობ. შეიძლება ისე დაიღალო და უცბად ისეთი მუხტი და ენერგია მიიღო. ენერგია რა, ენერგიის ხო გჯერა? კოსმოსი ხო? ეგ არის ზუსტად. კაროკაში ისეთი ენერგია შეიძლება მოქცეს საერთოდ უცნობმა ადამიანმა და აღარ შეგიძლია, მაგრამ ისე გაიქცე და ისე ირბინა, რომ ეგ არის ჩემთვის მე-12 ფეხბურთელი მაგიტო არის ზუსტად გულშემატკივარი და ეხა შეცვლიდა თუ არ შეცვლიდა, ეგ მაგას როგორ ვიტყვი, ეხა მოვიგებით თუ წავაგებით, ხო, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რომ დაგვეხმარებოდნენ და გაგვაძლიერებდნენ, არ ვიცი, სხვა თამაში იქნებოდა თუ არა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ რომ უფრო ძლიერები რო გავიდოდით, მაგაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილია, რა თქმა უნდა, ის რომ შენ ვერ მოხვდი იმ შემადგენლობაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა სხვათა შორის, ჩემს მიერ ხსენებულ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ აღნიშნა ეს პერსონალურად, რომ ყველაზე მეტად წყდება გული იმაზე, რომ ოქრიაშვილმა ვერ ითამაშა ეროვნულ გუნდთან ერთად აი ამ მნიშვნელოვან თამაშებში ვერ მიიღო მონაწილეობა როგორც ფეხბურთელმაო და არის მთავარი გულის წყვეტა ეს შენთვის. და იმ დღეებში როგორი იყო შენი ემოციური მდგომარეობა? მეწყინა, მაგრამ ძალიან არა რა. მართლა გეუბნები. ყველაზე ჩემი ცხოვრების წყენა, დრამა, მთელი 6 წლიდან თურმე ამ თამაშს ვემზადებოდი მაკედონიისთვის და წავოდი. ეგ იყო, მაგის მერე იყო მართლა ეს დეპრესია და მთელი ამბები, მაგის მერე გავიგე რა იყო დეპრესია და ჩავარდნები და ეხლა დღეს ისე ვარ თამაშობ ფეხბურთს, მოდი რაღაც ის მაკედონიის იმას წარუმატებლობას დავაბრალოთ, მაგრამ არ მწყენია მართლა. კი, ძალიან გამიხარდებოდა რომ წავსულიყავი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თან ჩემი დამსახურება არ არის, თქო, რომ ნაკრებს ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე, ნაკრების თან ძალიან ბევრი წელი. მაგრამ ეგრე გადაწყვიტეს რა. რას ვიზავთ? სანაკრებო თემაზე? ვინც წაიყვანეს, ოკეი. სანაკრებო თემაზე შენ გითქვამს ესეთი რამე, რომ ყველაზე დიდი ტაქტიკოსი ცხადაძე იყო ეროვნულ გუნდშიო. ვინ იყო ყველაზე ნაკლებად ამნიჭით დაჯილდოებული? ვისთანაც შენ გიმუშავია და შენ გიმუშავია თემურ ქეცბაიასთან, ცხადაძესთან, ვაისთან, სანიელთან, ხო სწორია? ხო სწორია. კი, სანიელთან მეტი არა? ხო, გონი ეგენი იყო. ნაკლებად ტაქტიკოსი? მოდი ის იყოს მეორე რა თქვი ვაისი. ვაისი? ხო, ვაისიც არ გამოირჩევა ტაქტიკი. ქეცბაც რა თქმა უნდა, დიდი ტაქტიკოსი არ იყო. ძალიან მიყვარხარ ქეცბა პრივეტ. ძალიან დიდ პატივზე. სასწაული ტრენერი არის მართლა. შეიძლება რაღაც ეს ტაქტიკები და რაღაც არა, მაგრამ ყველაზე დიდი мотиваტორი და დღეს ფეხბურთელს რა თქმა უნდა მით უმეტეს რაღაც დიდ დონეზე ესე ტაქტიკა რაღაც დონემდე ფეხბურთელმა უნდა იცოდეს იმ დონეზე რომ ხო ხვდები რასაც ვიცახი რა და მოდი ვაისი იყოს რა ვაისაც არ ქონდა რაღაც დიდი ტაქტიკები მაგრამ იცოდა мотиваტორი ქეცბა мотиваტორი ნომერი 1 ქეცბა საერთოდ რამდენ გუნდში მითამაშია და რა მწვრთნელები მყავდა
ნომერ 1 არის და იქნება თემურ ქეცბაია. აი თემურის გამო როგორც თამაშობდი ფეხბურთს, ეგრე არც ერთ გუნდში არ თამაშობდი, არც ერთი მწვრთნელისთვის საერთოდ. აი როგორ იყო აი კომუნიკაცია? ხო, ანუ როგორი კომუნიკაცია ქონდა ფეხბურთელთან? პატივისცემა. ზოგიერთი მწვრთნელი ხო არ შედის აი ესეთ უშუალო არ შემოდის, არა. აი ხა თემურს უბრალოდ თავისი ფიგურით, თავისი ავტორიტეტით აქვს ეს ავტორიტეტით, თავისი აი როგორ მიიყავს რა, თამაშთან როგორ მივდივართ, როგორ მემზადებით, ვარჯიში როგორი დისციპლინით ტარდება, როგორ დაიხარჯო, არ იხარჯები, შეიძლება გაგაგდას ვაფშე გუნდიდან, ვაფშე არც გავვარჯიშოს რა, ვინც არ უნდა იყოს, მე ჩემი დაწყებული აი თემურა მეცის აი იმით დამთავრებული ვინც არის პროსტა რაღაც არ დაიხარჯებოდა ვარჯიშზე თუნდაც 5 გოლი შეგეგდა შანსი არ იყო ვერ მოხდებოდი სასწაულში ან უეჭველი რო იცოდა რომ შენ საქმეს გაუკეთებდი თამაშზე ისეს დააყენებ და ვინც მთელი კვირა მაგრა ივარჯიშა მთელი კვირა დაიმსახურა რომ კვირიდან კვირამდე ისე მოვიდა რომ აი მთელი გული და სული ჩადა და მართლაც ცდილობდა იქ სასწავლისთვის იქ მომავალზე აი ელემენტარული ფიქრით რომ დღეს რომ მე მაგრა ვარჯიშობ მე ეს ხვალ გამომადგება თუნდაც სამარჯზე თუნდაც უკეთესი ვიქნებ ვარჯიშზე რომ ერთი შენ კარგად ვარჯიშობ და მეორე დღეს ცუდად ეგეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა თემურასთან და ეს პატივისცემა რა თქმა უნდა ანუ ძალიან მკაცრი არის რა ეხა თემურა არ არის როგორც მარტივი ხო ინტერვიუებში ჩანს ესეთი მხიარული და მაგარი კაცი არის აი ეს გარეთ თუ შეხვდები თემურაზე ყურადღებიანი კაცი არ იქნება მაგრამ საქმეში რადიკალურად განსხვავებული არის აი ცა და დედამიწა და ზუსტად ეგ იყო რა ეხა აი ანართოსში ვიყავით 2 წელი გუნდში პირველად ვიყავი მე თემურასთან აი თამაში არ მქონდა ჩაგდებული მართლა სხვათა შორის თუ სწორად მახსოვს შედეგიანობის თვალსაზრისით ანუ გატანილ გოლებს გულისხმობ ანართოსისი ყველაზე შედეგიანი იყო შენთვის 13 გოლი ავიტანე ხო ესე მახსოვს რაღაცა ყველაზე მეტი გოლი მანდ გაგატანილი კი ხო რა არა თემურასთან საერთო სიამოვნება არის მუშაობა ჩემთვის სხვისთვის არ ვიცი არა ჩემთვის არის რაღაცები გამახსენდა აი ეგ რაღაცები რომ ახსენდება მაგას როდის იტყვი როდის დადგება მაგას აი რომ მოვრჩევი ფეხბურთს მე აუ იმდენი ისტორია მაქვს ეს არ მეპარება ესე მოსაყოლი მაგრამ მოდი აი რომ მოვრჩევი მე ხიპი რომ ექნება მე ვიტყვი მე აი რეჟიმის დარღვევის სამეული მაინტერესებს აუ ისეთები მაქვს რომ აი გადაირევით შოკი არა ვერ მოყვები. სად გაიღვიძე ეგ რო არ გახსოვს ეგეთები ყოფილა? არა, სად გაიღვიძე? აქ საიდან აღმოჩნდი ეგეთები არ ყოფილა. არა, ეგეთი არასდროს არ ყოფილა მართლა. ვიცოდი სად მეძინა. მაგრამ სანამ გავიღვიძებდი იქ როგორ აღმოვშდი ეგეთი ისტორიები არ. როგორ ანაირად, რატო? ხო, ძალიან ბევრი თან ეხა ნუ რამდენი წელი ვითამაშე, ნუ ნაკრები ფეხბურთი. მთელი ცხოვრება მეტი ისტორიები არ მაქვს. ფეხბურთის იქეთ ისტორიები მაქვს ძალიან ცოტა. აი ისტორიები რაც მაქვს ფეხბურთში მოხდა. მთელი ჩემი ცხოვრება აი ხა ზუსტად თემები არის ხოლმე, აი რა ვაკეთო სიტყვაზე რაღაცები აი არის ხო? აი ხა ის ბიზნესის. აი არ ვიცი მართლა, განა არ გამომივა და რაღაც. просто აი არ ვიცი რა მართლა ფეხბურთი არის ჩემთვის სიამოვნება. ფეხბურთი ხო თან ბიზნესიც არის და ერთად შეგიძლია აკეთო ფეხბურთი და ბიზნესი. კი, ეგ წინა ინტერვიუზე ვილაპარაკე და მაგას მივიყვა ბოლომდე ძალიან მაგრამ. კითხავ მაგ თემასაც აუცილებლად. გუშინ და ჩქარო. გუშინ ჩვენს გამომწერებს დავუანონსე შენი სტუმრობა და თუ რამე შეკითხვები ქონდათ ვთხოვე რომ დაეწეროთ კომენტარებში სხვათა შორის ძირითადად შეკითხვების უმრავლესობა უკავშირდება შენს დაბრუნებას ფეხბურთში, როდის დაბრუნდება, სად დაბრუნდება, ქართულ კლუბში დაბრუნდება, სად წავა. მოკლედ და ამაზე ნაწილობრივ თქვენი ბალეშიკები იყვნენ კომენტარებში.
ჩემი პირადი? შენ ფეიკი აკაუნტიდან ხო არ დაწერე რა? არა, სხვათა შორის. და არ მაქვს ფეიკი არა მაქვს. თავის ასლის ძლივს მოდი. კარგა? არა, ერთი ყველას გვაქვს და შენ რატო არ? ერთი მაქვს ჩემი, მეც რა ქვია. მე სხვათა შორის არ მყავხარ გამოწერილი სოციალურ ქსელში. არ ყავხარ თუ როგორ? არ მყავხარ გამოწერილი. ეგ რა რისი კომპლექსი დავაბრალოთ ეგ. ლეო მესიც არ ამყავს. არა, ლეო მესის თამაშებზე არ დადიოდი ბავშვობიდან. რას დავაბრალოთ ეგ? აი ხა რომორჩებით გავცვალ. შენც უნდა დამამატო თუ რას? არა, ეგ ტრენდი საერთოდ გააძრო Instagram-მა. თუ არ გაფოლოვებ, follow back თუ არა წერია, ხო, Facebook-ი და ადნაკლასნიკები ნემებია. საერთოდ არ იყო ეგ ინტერესი, რომ ეხა არ იყო. ყავხარ არ ყავხარ. არა, აი Instagram-ზე ეხა მე თუ follow back არ მივეცი. შანსი არა, აი unfollow შეიძლება გაიჭიდოს. არა, ხო, მესმის, კაია. არა, follow back რომ არ დაგჭირდეს, ოქრი. აი ხა თორნიკე. აი მოდი. ინტერნეტი არ მაქვს. დავამატე. კარგი, ხო არ მეღადავები, ვერ გპოულობ და ჩაწერე რა გეხვეწები. აუ, ფან აკაუნტები ამოვაგდე. აი პირველივე გავიჩთი, აი რანაირად. კაია, 4000 ყოლია. ფეიკი აკაუნტიდან მეძე. არა, აი ამ ფოტოს ახლა რო შევხედე, ანუ გავატარე ხო იცი? რატო რა? ამ აკატელაში უნდა ყოფილიყავი? სხვას ველოდებ. სარეკლამო რაღაცებში ფულს არ გიხდიან? აი გაღადაო. მიდი. აი მოდი ვიტყვი რა თან რა. ლეისმა შეუნთავაზა ის რომ რაღაც ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო და რაღაც რეკლამა უნდა გადაგვეღო. მოკლედ 1500 ლარიო. მეღადავები? ბექემს რამდენს უხდითო? 1700. და მეთქი აი როგორ დავბლოკე იცი? კარგად ძალიან. ეს რანაირად იკადრე. და ჩემო ძმაკაცმა ერთმა ფეულტიმა გააკეთა. ბოლეა ძმაო და რაღაცები. ძალიან ცნობილი არის, რა ვიცი, ეხლა რომ ნახავს მომკლავს მე. არ ვიტყვი სახელად დაგვარ. მე თუ მოვინდოდა ეგრევე. ეს იზავს მეთქი თან და ამასთან ქენით მეთქი. აუ ძალიან კარგი იყო, იცი რა მაინტერესებს. შენს ტალღაზე ნაკრებში ვინები იყვნენ? ჩემს ტალღაზე ტალღაზე? ხო. ვაკოს გიჟი არის, კაი გაგებით. როინია. ყვა. როინია. მაგას მაგარი მონაცემები აქვს მაგ ამბავში. ხადაობის. ძალიან ცუდი ანეკდოტი შეიძლება ყოფილიყო, ძალიან მაგარი, რაღაც თან ამატებს იმას. ჯანოც კაი უმორი აქვს. ლორია როგორ არის მაგ ამბავში? კიდე ვინ ამის? ლორის რა. ლორის. ძალიან ტოპი ხარ მოკლე, ძალიან. ლორის ძალიან კაი არის. ეხა კიდე იცი რა. ოქრი კიდე რა მაინტერესებს, ცი, აი შეკრებაზე რომ მოჯდებოდით, აი ვინებს კენწავდით? არავის არ დავცინით. პროსტა რომ გავიცინოთ. ესე რომ ვინმესთან აი ეს რაღაცები არა, უბრალოდ რა ეს ჭორის დონეზე ჩვენში იქ ახლოს ამას შეხედე. რეიბიაცია ფერზე და რაღაც. იქვე როზისთან აი მის პრეზიდენტია და შეხედე. აი ძალიან მომწონს შენი ირონია რა. ძალიან. შენი თვით ირონიაც იმიტომ არის შემდეგ სხვისადმი გამოვლენილი ირონია ესეთი
უწყინარი ყოველთვის. ხო, უწყინარი მართლა, რა, როგორც კი შევატყობდი ხოლმე, რომ აი რაღაცა წინდათ, ამ ბოდიშს მოვუხდიდი ხოლმე და მე აღარ ვეხუმრებოდი ხოლმე. რა არის ახლა, რომ არ მოწონს რა ზოქს რა ახლა ის ხუმრობ. თან ისეთი ცოტა ვერ ხვდებოდნენ ხოლმე, ისე ვეხუმრებოდი ხოლმე რა. მართლა მეუნება თუ ვეხუმრებოდი, ვერ ხვდებოდნენ ხოლმე. და რა კაი ხარ და რაღაც მადლობა რა კაი. ანუ მე ვფიქრობდი ხო მეთქი ხვდებოდნენ ხოლმე თავიდან და მე აი რაღაცები გაც ძალიან კაია, ძალიან მოკლედ რა შენთან საუბარი, შენთან გადაობა ძალიან კაია. ეხა არ გცივა. არა. ხო, და კიდევ შეკითხების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა, რომ დაასახელოსო თავისი საყვარელი გოლი რომელია, რომელ გოლს გამოარჩევს თავის კარიერაშიო. ჩამოთვლილი იყო იქ სევილიას წინააღმდეგ, ზენიტის წინააღმდეგ, ბელარუსთან თუ ესპანეთთან თუ მოკლედ. ბელარუსთანაც პირველი გოლი იყო თან ნაკრებში, ოფიციალური. რა მოტეხე. აბა. რამდენი. ხშირად მიგდებს ხოლმე მაგ გოლს. ისე ხალხს რო არ ვავიწყდები, მადლობა, მე ძალიან მიყვარხართ. მართლა. აუ ძალიან დიდ პოსტს ნახხოლმე რა, აი ძალიან ასწავლებს. თან კომენტატორები იძახიან, აი ხა უნდა დაარტყას და არა, ნურას უკაცრავად. ბევრი გააკეთა. ჯერ ხუთი უნდა მოატყუოს და მე უნდა. არა, მინაშვილმა თქვა, მინაშვილის მე არა. ბევრი გააკეთაო. აუიც. ფეხბურთია, ბევრი თუ არ გააკეთე. ანუ იქნები ჰოლანდი. სიტყვაზე ვიძახი. ჩააწოდებენ დაახვედრებ თავს და ეგარი რა. ანუ ეგ გოლია შენი ფავორიტი? ბელარუსი, ზენიტი. ზენიტიც რაღაც საოცარი გოლი იყო. აი ეს საოცარი გოლი, რამდენი გულშემატკივარი, სავსე ხომ თამაშს. გეუნე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო თქო მაგ დღეს კრასნოდარმა. და დღემდე ანუ აი ჩემპიონები გახდნენ, ან მაგ გოლს როგორ მიგდებს ხოლმე, იცი? ეს რუსული ისენი ინსტაგრამი მაქვს მარტო, მეტი არაფერი არ მაქვს, არც TikTok-ი, არაფერი. და ეს ინსტაგრამის ძალიან ხშირად მიგდებს ხოლმე მაგ გოლს, რა, სხვადასხვა პლატფორმები, ეს რუსული კომანდა დებენ ხოლმე რა, გოლ აკრიაშვილი. რაღაცებს და აი იმას შევდივარ ხოლმე, კომენტარებს კითხულობ ხოლმე რა. და აი მანდ მიგდებს ხოლმე წერენ აი ამ თამაშზე ვიყავი 1 საათნახევარი არ დაიშალა კომანდა თვითონ სტადიონზე შეგნით და გარეთ რა ხდებოდა იცი აი რა მეგონა რომ მართლა რაღაცა მოვიგეთ არა და პროსტ თამაში მოვიგეთ რა პროსტა ეგ გუნდი იყო რაღაც 10 წლის გუნდი არის რა და ეს ძალიან მაგარი პრეზიდენტი მოხდა საოცარი პრეზიდენტი ძალიან მაგარი კაცი პიროვნებაც ზოგადად ქალაქისთვის რამდენი რამეა გაკეთებული და ნუ საფრთხე. ეგეთი რუსი არ არსებობს რუსეთში, ოღონდ მართლა. ნახევრად სომეხია. ხო და მოკლედ ძალიან მაგარი კაცია და ზუსტად აი რამოდენიმე ინტერვიუს უყურე. და ჩემპიონები გახდნენ მეთქი და სულ ჩემ გოლს ახსენებს ხოლმე თვითონაც. რომ არ მჭირდებაო რაღაცა ერთმანეთს დავატაკო ფეხბურთელები და ისე მოვიგო თამაშიო. აი ოქრიაშვილის გოლი ხო გახსოვთ? აი ეგ არისო ჩემს ფეხბურთიო რა. და ჩემ გულს სანამ მე პრეზიდენტი ვიქნებიო, სულ ესეთი ფეხბურთი იქნებაო. სულ არ მინდაო ჩემპიონობაო, არ მინდა ის. მინდაო რომ ლამაზი ფეხბურთი ითამაშო შემმა გუნდმა. და ვიცი რომ ძალიან გავაბედნიერე რავი აი შოკში იყო ეს ესეთი რაღაცა არ მინახავსო შემოვიდა მე აი საჩუქრების მაჩუქა რა გაჩუქა მაინც აუ საათი ფული საათი კარგი იქნებოდა კი როლექსებს არ იგებდა ხოლმე აჰა კონდა ბევრი რავი მეგონა რომ სახში ერთი 200 ცალი აქვს ასთამაში აჰა აი ეს მოკონდა როლექსი როგორ მოკონდა იცი დაიწე როლექს და რაღაცები ძალიან კაია ანუ ძალიან დიდი ფული აქვს ხო რა თან დიდი ფული ხო აქვს მაგრამ აი ხო არიან ვიცნობ ძალიან ბევრ მილიარდერს და მილიონერს აი მეგობრობაც არ მოგინდება ტიპებთან რა თქმა უნდა ყველა ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი ტიპები არიან ზოგადად მოტები პირდაპირ სიტყვით კი ანუ არაგემოვნებიანი ტიპები თან ეს ვითომ გატრუხებული რო აქვთ ეს ჩაცმაც ისიც ხო შორტი და რაღაც მაგარი ტიპები როგორ გონიეთო
და ხო რა პლუს ის დახარჯვა ფულის და ეს კაცი ქალაქი გუნდი ხალხი აი რავი მამასავით უყვარს მთელ ქალაქს აი გალიც კი რო ახსენო კრასნოდარში აი ხო არის რომ აი ფული აქვს ამის ცუდი კაცია ხო არის ეს შური რა ძირითადად ვისაც ფული აქვს შურს რა ჩვეულებრივი მომენტია შეიძლება არ ამჟღავნებ მაგრამ აი რაღაც მე რატო არა მაქვს იქ მაგკაცის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვერ იძახის იმიტომ რომ რაც აქვს ამოიღებს და არ არის დავალდებული რომ ქალაქს დაახარჯოს ჩვეულებრივი ბიზნესმენია რა დეპუტატი ხო არა ისეთი რაღაცეები გააკეთა და იმხელა ფული ჩადა ქალაქის განვითარებაში რომ მართლა ძალიან გაიგეს. ბევრი ეგეთი ადამიანი ფეხბურთში, საქართველოში, ფეხბურთში ძალიან გაასწორებდა ხო. აი ძალიან, პროსტა როგორ გჭირდება ეგეთი ტიპები საქართველოში, აი ჯერ პრეზიდენტი, აი ბესო ჩიხრაძე არის სხვათა შორის ეგეთი, აი ბესო ჩიხრაძეს რო ქონდა 100 მილიონი 99-ს ფეხბურთში ჩადებდა. ანუ ხო არიან პრეზიდენტები, რომ აი მოგება ნახონ რა. აი ბესო ჩიხრაძე არ არის ეგრე, იმდენად უყვარს ფეხბურთი. ხო, უყვარს რა. იქ არ არის სხვა აი სხვა ინტერესი ხო, არ არის, არა აქვს მარტო. რომ ანუ უნდა რა თქმა უნდა და ეს წაადგება კიდევაც, რომ სიტყვაზე მე გამყიდოს იმ ფულის დატრიალებას ისე გუნდისთვის უნდა რა. და ხო რაღაც აი ჩემ თავში ძალიან დიდ და დადანაშაულებს ჩემ თავს რომ ანუ ცოტა სხვანაირად უნდა გამომეყინა ჩემი ეს ფულები ძალიან დიდი ფულები გავაქრე მეც ჩემი ამ რაღაც არასწორი ცხოვრებით რა ხო რა ხო მაგრამ ფული იმისთვის არის რომ გააქრო უნდა გააქრო კი მაგაში 100% სხვანაირად აზრს ვერ ხედავ უბრალოდ გასწავლი როგორ უნდა გააქრო ძალიან დიდი თუ გინდა არ მიხის მაგამ ვიცი ფულის გაკრობა ვიცი იდეალურად როგორ არ უნდა მქონდეს ხვალ 1 ლარი ეს არის ჩემს ცხოვრების სტილი ერთ დღეში 1 მილიონი როგორ გავაქროთ მაგაში უფასოდ მოგამართეთ უფასო კურსებზე თუ წაგიკითხავს ხოლმე გულშემატკივრების კომენტარების, საერთოდ საზოგადოებრივი აზრი შენს შესახებ რამდენად მნიშვნელოვანი არის შენთვის? წამიკითხავს კი. და მაგითო ვიზახი, რომ აი მართლა ძალიან უყვარვარ მეთქი ხალხს რა. ეხა იმიტომ კი არ ვიზახი, რომ ეგოისტი ვარ რა, საერთოდ არ ვარ ეგოისტი. და იმდენად არ მიყვარს ჩემი თავი, რომ ეს ჩემი თავი ვაქო და ასე შემდეგ. ნუ ამ თემაში. მაგრამ სუდადებითი ემოციები მოდის კომენტარებს დიდად არ ვკითხულობ ხოლმე. ეხლა თუნდაც ეხლა ინტერვიუს ხო გვაქვს? აი ჩემი წინა ინტერვიუ არ მინახავს. ჩემი ინტერვიუებს არ უყურებ ხოლმე. და ერთ ჩემი მეგობარი არის ფსიქოლოგი არის რა. არ თერაპიას ატარებს. ხო და იმ დღეს რაღაც თერაპიებს გავდიოდით. და მოვიდა აი დილიდან ერთი სული მქონდა როდესაც გნახავდიო რა მეთქი რა ხდება მეთქი აი ყველგან შევამოწმეო TikTok-ზე, Facebook-ზე ერთი 8 ადგილას ვნახეო ეს შენი ინტერვიუებიო და სპეციალურად 8 ადგილას ჩამოუყევიო რა და აი დედასპისავა რომ ერთი ცუდი კომენტარია ვერ ვნახე აი ვეძებდიო რომ ერთი ცუდი კომენტარი მენახაო და მიდი შვილო ესე მომაძახა ბოლოს რამე კენია დაბრუნდიო ძალიან კარგი რჩევა მოუწია სხვათა შორის შენს მეგობარს და მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ ეს დღეს შორს არ არის საფეხბურთო მატჩებს თუ ადევნებ თვალყურს ევროპულ ფეხბურთს გეკითხები ჩემპიონთა ლიგაზე უფრო თუ დაკონკრეტად რა თქმა უნდა კი რომელი თამაში სხვათა შორის ერთი ნაკლი გაქვს შენ ხა გამოხსენდა ჩემპიონთა ლიგაზე რომ რეალის გულშემატკივარი ხარ ჩემთვის ვიყავი გამოვარდე და ეხა ვისი გულშემატკივარი აი ფეხბურთის PSG-ს გულშემატკივრობა გიწევს არა რეალის ვიყავი როცა რონალდო მევასება რა რონალდო რაღაცნაირად რონალდო ნამდვილი თუ ის არა ნამდვილი და არა ნამდვილი რა ფენომენი ნამდვილს ხო ბრაზილიელს ხო ეგრე ეს რა არის არ არის ნამდვილი ანუ აი 5 რამდენი ოქროს ბურთია აქვს 5 6 მე დაგისახელებ უფრო მეტი რო აქვს მაგ აი უყურე
მესი და რონალდო რო შევადაროთ, კი მესმის რომ მესი არის ოდნავ მეტად ნიჭიერი, იმიტომ რომ ცაცია არის. всё. რონალდოც იგივენაირად ნიჭიერი არის, უბრალოდ არის მარჯვენა. всё რა, ანუ ეხა რას მეუბნები რომ ეხა ესთეთიურად შენ იგივე სიამოვნებას იღებ რონალდუს ფეხბურთიდან როგორიც მესისგან? უფრო მეც კი. უფრო მეც? კი. ანუ მე აი მესიზეც გიждები რა თქმა უნდა, ეხა როგორ უნდა ვთქვა მესის ფანები, ანუ სხვანაირად არ გამიკოთ, უბრალოდ არაფერი პირადული. არაფერი პირადული. ხო არის რომ მოგწონს მოდი საჭმას შევადაროთ ხინკალი ძმრით გიჭამია მე სუძმრის გარეშე ხო კიდამცინია რა ძმარი და ხინკალი ანუ ვერავინ ვერ დაგცინებს მაგაზე თუ უფრო გემრიელი არის ხო თუ უფრო გემრიელი არის ისე შევჭამ როგორც უფრო გემრიელი როგორც უნდა იყოს ისე კი არ უნდა შევჭამ უფრო გემრიელი აი ყველაფერს ეგრე ვჭამ და აი რონალდოც ეგრე არის მესიზეც გიждები მაგრამ რონალდოზე უფრო გიждები რა აი ყველაფერი მომწონდა რონალდოში საერთოდ მესის ყველაფერი მომწონს რონალდოში მაგრამ ჩემთვის უფრო რონალდო რა მესი უფრო დასაფასებელი არის ჩემ შემთხვევაში მეც ცოლი მყავს 16 წლიდან ერთად ვართ დღემდე ერთად ვართ ფოთაშორის ეგ კიდევ ერთი კარგი თვისებაა შენი მიყვარხარ ლიკ ხუმრობ ძალიან მიყვარხარ აი როგორ შეიძლება ანუ არა ამ პროცესს კითხავ ნახავს ძალიან დამცინებს აი ეს გრძელი იმენა მარიაჩი მაგრამ აი თქვენი ოჯახის ხანგრძლივობის საიდუმლო არის ამაში რომ აი ეგეთი ტიპი ხარ შენ რა შენზე როგორ შეიძლება ადამიანი გაბრაზდეს ვერ გაბრაზდეს როგორ შეიძლება ისწრებს რა ოკეი მაგრამ გადაულის ამხიარებს უკან რაიმალება უკან არის არა ის ხელა სევდა არა ხო სევდიანი საერთოდ მოგვარება შესაძლებელია თუ ადამიანს კარგი იუმორი აქვს ეგ არის აი ყველაზე კარგი საშუალება ურთიერთობების დავაგების მართლა რა იყოს სუ რა ანუ ეს სუ იუმორით უყურებ ყველაფერს და მაგიტომ რაღაცები მაგიტომაც გადავაგორე ესე ადვილად რა იუმორი არის, რა, იუმორი ვისაც არ გაქვთ, არაფერი არ გაქვთ. საერთოდ. ვინც ხუმრობა არ იცით, არაფერი არ იცით. ეს თვითირონია ძალიან მაგარი არის. ანუ რაღაცას შეიძლება მეც ისე მხდებოდეს ხოლმე, რაღაცებზე რომ მეხუმრებიან ხოლმე, მაგრამ ხუმრობა არის, ანუ რაღაცები უნდა მიიღო კიდევაც ახლა რომ გააცემამდე ხუმრობას. ხო რა, არავის არ დავცინო. და შენს თავსაც უნდა დასცინო, იმიტომ რომ ჩვენ იდეალურები არავინ არა ვართ. ყველას მოგვეძებნება რაღაცა, რაზეც შეიძლება დავიცინოთ. უეჭველი. არ სხვანაირად არ არსებობს. 100%. შესაბამისად, როცა საკუთარ თავზე სიცილი შეგიძლია, მე უფლება გაქვს სხვასაც გაიხუმრო რაღაცა. დაცინო. სერიოზულ თემას მივუახლოვდით, აკადემია, რომელიც არის შენი ოცნება და რამდენად მალე განხორციელებადი შეიძლება გახდეს ეს პროექტი შენთვის? მოდი იცი რა ვთქვა, აი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ უახლოეს დროში გაიჩნდება. ანუ მოდი ერთი წელი ვთქვათ რა, იქ უნდა გაკეთდეს ის ეხლა აი მიწას რა შეეხება, უბრალოდ ვეძებ და მინდა გავაკეთო ის საით მხარე ეს აი მარკეტინგის მხარეს არ არის რა. то есть არის აკადემიები. თუმცა დავმივიდა. ბევრი არ არის. თან 10 წლამდე ვარგეთილში ვცხოვრობდი, ფეხბურთი საერთოდ რომ შემიყვარდა არის ის ვარგეთილის უბნები. ხარ ოქრე? ხო. 10 წლამდე მაგიტო ის თქვენ, მე ვაკეში გადავ.
ხო, 10 წლამდე ვარკეთილში ცხოვრობდი, მაგრამ ფეხბურთი ვაფშე ვარკეთილის უბნებში გავიზარდე. მაგიტო წინაზეც ხო თქვი, ღარიბების სპორტია ფეხბურთი. ვაკილი ფეხბურთელი მითხარით თქო, აი არ ვიცი, მე არ ვიცი, მართლა. ხილიანელს გეტყვი. ხილიანელი კიდე ხილიანის გავაკელებულ ფეხბურთელებსაც გეტყვი. გავაკელებული აგერ გიზი ვარ, ხო, მაგრამ უკვე იქ ჩამოყალებდი რა. აი ეს ვარკეთილის ის წვეტიანი ისენი გახსოვს ადრე როგორი სტადიონები იყო, პატკატი რო ვაკეთებინა, всё, ამთავრებდი ფეხბურთს. იმას აქში ვარ, ყველაფერი მაქვს. ხო. 90-იანებით? 90-იანებით. ულითრიგით? მე სოლოქში ვცხოვრობდი, უშუქობა დიდად არ მოწყობდა, ცეკას ხაზზე ვიჯექი. ანუ ლევი ყავდა გამოყვანილი, ერთხელ კი მომკლა, ხო იცი, მაგ ლევმა ხელი ჩავყავი და მეზობელს ქონდა გამოყვან პოლიციას. თელი უბანი მაგასთან ვიკრიბებოდი და ხელი ჩავყავი, ხო იცი რაღაცა იმ ავყარაში ლევს ვიხსენე. რას მელაპარაკე, რას? ხო, დაგეცემოდა მე ამ უკრაინაში რო წახვედი რაღაცა. ხო, რა, უცბად გავიშითე რა. ისეთი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი. ზუსტად. აი არაფერი არ ვიცოდით თქო მაგას გეუბნები რა მართლა. თულია ამ ყველაფერს შეეჯახო უცებ კარგ ცხოვრებას. იმ ერთიანობასთან ნელ-ნელა რო ვეჩვევი ეგეც და ეს ერთიანა და მით უმეტეს აი ეს პოპულარობა ძალიან რთული არის. მაგრამ სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან რთული არის მართლა. ანუ ხო არიან აი ფეხბურთელების, მაგრამ აი როგორც კვარა არის ეგრე ეხა რა, ეხა კვარასნაირი პოპულარული ხო არავინ არ არის. აი ხო ეგრე ვიყავი ის 12 წელი რა, ეს საქართველოში რო აუ ჯინსების თაობასავით ვიყავი ხო ვადაოდი. შენებოდი მაშინ რომ იმ დონეზე ყოფილიყო სოციალური ქსელები განვითარებული, როგორც დღეს. აი ამაში ვიჩიტებოდი, აქ რო კომენტარი დაწერა. გაზეთი გარეთ რო შევა და ქვემოთ უწერდნენ რაღაცებს. აი წარმოიდგინე ჩემი და საიტებზე იყო ხოლმე. World Sport-ში იყო გახსოვს? და პირველი კომენტარები მანდ გაიჩითა და მან პირველი კომენტარები გინები აი. კარგად ახსოვს. ხო, მახსოვს. მაგის მე აღარ შევდიოდი კომენტარებში ვაფშე. ხო და აკადემიის თემა რო გავაგრძელოთ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი რაც იყო ამ ამბავში რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვისო. კი. ეს სპორტი. კი. და შენი პროექტი. კი. თქვა? რა თქმა უნდა. ხო, ანუ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წეღანაც ხაზი გაუსვიეს, ღარიბების სპორტი ვარკეთილელი ვიყავი. არ ვიყავი რა მდიდარი, რა თქმა უნდა. მამაჩემ სიტყვაზე საშუალება არ ექნებოდა. ბუცის ეყიდა. ნუ არც ჰქონდა იდეაში ერთი ბუცი მახსოვს 350 ლარიანი მიყიდა. რავი. კაი მოზრდილი იქნებოდი. 5 ზომით დიდი მქონდა, ალბათ ის ბუცი მეთქი თხოვნთ ეს მიყიდე და ვითამაშე ფეხბურთს. ხო რა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ფაქტორები გაითვალისწინე, იმიტომ რომ ბავშვს მარტო გადასახადი არ ჭირდება, იქ კვება არის. სპორტსმენი თუ არ იკვება, აზრი არ აქვს, არანაირ ვარჯიშს, საერთოდ. შენ შეიძლება 10 საათი ივარჯიშო, მაგრამ სწორად თუ არ იკვებე, ნუ გამორიცხე რა. შენ არ უნდა იანგარიშო მარტო რაღაცის 300 ლარი, 400 ლარი გადაიხადე და всё, მორჩა მეტი რა. იმ ბავშვს კვება უნდა, ნასკი უნდა ბწყალებში, ეკიპირება უნდა, ბოტასი, ბუცი უნდა, შეკრება უნდა, ბორები უნდა და სად მიდის, ხო ხვდები? ანუ ის მარტო ერთ რაღაცაზე რო ვშებოდი და იქ ყველაფერი შედიოდეს, მაშინ всё რა. ხო და მაგაში შევეცდები რომ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მინდა რომ გავაკეთო რა, რომ მწვრთნელმაც კაი ხელფასი მიიღოს, რომ კონდეს мотивация, მწვრთნელს მოტივაცია არ აქვს. როგორ გამიზრდის საკუთარ ბავშვს ვერ გაზრდი мотивация რო არ გაქვს, სულ ფიქრები რო გაქვს, აუ ეხლა იქ რაღაცა, ეხლა ვალი მაქვს, ეხლა იქ რა ვაჭამო, ხო ხვდები ეს? შენ ბავშვს ყოფითი პრობლემები. თუ მოგვარებული არ არის, ხო, და არ არის, რო ვიცი რომ არ არის, მაგიტო ვიძახი და ვისაც გაქვთ, ნუ ძალიან მიხარია და ვისაც არ აქვს, მაგაზე ვიძახი. ხო, ძალიან დიდი პრობლემა არის მაგ თემაში და თუ მაგას მე რაღაცნაირად დავალაგებ, ანუ წეგან თქვი რომ აი ფეხბურთისო ბიზნესიცო. როგორც ბიზნესი ჯერ არ უყურებ რა, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას მომანიჭებს. რომ ამ თემაში ვიყო და მით უმეტეს უამრავი ადამიანი არის აი ეს ბავშვების თუნდაც
რომ თხოვენ რომ უბრალოდ გავაკეთო და ანუ უნდათ რომ მე ვიყო უნდათ რომ მწვრთნელი ვიყო მე მაგრამ ნუ თავიდან რაღაც პერიოდი უეჭველი ვიქნები კი ნუ შენი ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თავიდან 100%-იანი ვიქნები მწვრთნელი აი ბავშვების მწვრთნელი თავიდან ვიქნები ნუ მე ჯგუფი გუნდიც მეყოლება რა თქმა უნდა მაგრამ თავიდან ეს ჩართული ძალიან ვიქნები. ანუ სულ ჩართული ვიქნები, უბრალოდ აი მწვრთნელის პოზიციაშიც ვიქნები. არ მაქვს ეს ლიცენზიები და აუცილებლად უნდა გავიარო ახლა. უნდა დაიწყო. უეჭველი. უნდა დაიწყო. კი, 100%-იანი. რთულია? იმიტომ რომ არავინ არ იცის რა მოგინდება 5 წლის შემდეგ. აი ადრე საერთოდ არ მინდა. ხო, აი ხო, მე მომისმენია რომ შენ არ გიფიქრე არასდროს. დღეს მოვისმინე რომ აი შეიძლება საინტერესო გახდა შენთვის რა ამ პროცესს რო უყურებ საინტერესო გახდა. ანუ 5 წლის მერე 10 წლის მერე რა მოგინდება ეს ლიცენზია არაფერში ხელს არ გიშლის რა. პარალელურად შეგიძლია აკეთო ეს. თან ეს ვარჯიშები, იმდენი კაი მწვრთნელი მყავდა, იმხელა ბაზა მაქვს ჩემ ტვინში, იცი რამდენი ვარჯიში მაქვს ტვინში? და აი რასაც მოვარჯიშებდნენ მე რაღაც შემებურად ვამატებ ის, აი ძალიან მაგარი ვარჯიშები ვიცი, რაც აი საბაზისო ცოდნა როცა გექნება თეორიული და პრაქტიკული და პლუს ამას შენი გამოცდილება რომ დაემატება და შენი ინტერპრეტაციის უნარი და აი ეს ყველაფერი მოიტანს ეს შედეგს რა დამიჯერე და ეს საქმე გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგი ბიზნესით შეიძლება გახდეს. კი, დროთა განმავლობაში თუ კარგ ფეხბურთელებს გაზრდი. აი ამაშია საქმე. ეჭვი ხო არ გეპარება. საერთოდ არ მეპარება მაგაში ეჭვი მოკლედ აი როგორ პირველად მაგ განწყობა რომ აი არ მინდა რომ დასრულდეს ეპიზოდი, მაგრამ აი რაღაცას ხო აქვს თავისი ლოგიკური დასასრული და სხვა ქრონომეტრაჟი უბრალოდ რა. აი ძალიან სასიამოვნოა შენი ყურება, შენთან საუბარი, შენთან ხუმრობა, აი ძალიან ჩემი ტიპის პერსონა ხარ მოკლედ რა. ძალიან და წარმატებები მინდა გისურვო და მინდა რომ ძალიან მალე დაბრუნდე დიდ ფეხბურთში რა. შეგიძლია 2-3 სეზონი რომ გაგვახარო და გვასიამოვნო რა და ნუ მოგვაკლებ ამ სიამოვნებას და გააკეთე ამისთვის ყველაფერი და. მადლობა. და სანამ დაგემშვიდობებით ჩვენი სპონსორისგან ჯაკა სპორტი. ეს არის სპორტული სახუებები და კიდე სხვა პროდუქტები, აი ახალ ბუცებს რო ძალიან გაუხარდება. და შენც გამოგადგება რომ დაბრუნდები ფეხბურთში. ძალიან კარგი რაღაცეებია მოკლედ რა. კი, მადლობა. თორნიკე ოქრიაშვილი, ჩემი სტუმარი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი. უიმაზე მაგარი ადამიანი, ნანიკოს პოდკასტს უყურებდით თქვენ. შეგახსენებთ ჩვენი სპონსორების შესახებ ჯაკა სპორტი, სპორტული სახუებების და სხვა პროდუქტების, სპორტული სამედიცინო პროდუქტების კომპანია, ასევე რონიქსი, სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ფაზე, ნებისმიერ მოთხოვნილებაზე და ბიუჯეტზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგულე სპორტი, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტარეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, ეს უკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე შეგახსენებთ რომ 5000 გამომწერზე გვაქვს გათამაშება და ჩვენ გავათამაშებთ PlayStation-ს. 5 უნდა დააყოლო ხოლმე. 5 ჯერ ბევრია, 5 გავათამაშებ 50,000. მოდი მეც შემოვალ, მოდი იმაში, ნახევარ თანხაში. ხო. და 10,000 გამომწერს. 50,000 ხა ძალიან ბევრი არის. 5000 გამომწერზე. ჯერ 5000 არა, მე ახალი ვარ. რამდენი გამომწერი ყავს? ეხა მყავს 1700 გამომწერი. კაი, 5000 გამომწერზე ნახევარი თანხა ჩემგან, ნახევარი თანხა შენგან და ვაჩქოთ PlayStation 5. ჩიკაი. PlayStation 5-ის ეს ჩუქნის. ცალი ეგონა. 5 ცალი არა. და ეხა კაცო ბოლო კივილი მოდის, აბა ეხა რანაირად ჩვენ ხანერი არ შეგვეცადება. არით მეგობრებო. 5000 გამომწერს. 5000 გამომწერზე ოქრის გულშემატკივრებმაც გამოგვიწერეთ. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. მე მგონი რომ
უმაგრესი ეპიზოდი გამოვიდა მომავალ შეხვედრამდე.